დილამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? საყვარლებო და ძალიან საყვარლებო. საშუალოდ საყვარლებო, ძალიან საყვარლებო და ძურულებო და ყვარულებო. ესე მოგიხსენიებთ, შეიძლება. ეხლა ძალიან საინტერესო თემით გიერთდებით, როგორც ყოველთვის, მეგობრებო, საინტერესო თემები მაქვს. მე ყველა ვიდეო საინტერესოა და ზოგიერთი ამას იგებს, ზოგიც ვერ იგებს. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი მსმენელთაგან ვინც იგებს, ის ჩემი მსმენელი რჩება და ვინც ვერ იგებს, ის საგიჟეთში მაგზავნის. მოკლედ, ერთი სიტყვით, აქ არის ორი მხარე რა. მხარე, რომელიც პირდაპირ თვითონ თავის თავს ხედავს და სიგიჟეს ხედავს ჩემს საუბრებში, რომელიც პრინციპში თავად არის ფსიქიატრიულის პაციენტი და ხალხი, რომელიც ზეგონში არის ასული და ყველაფერს კარგად იგებს, რასაც ვლაპარაკობ. მაგრამ დღეს შემომივიდა ასეთი ინფორმაციები, რატომღაც პატრიარქზე მოითხოვს სულიწმინდა საუბარს და მოდი ახლა მე ორიოდე სიტყვას ვიტყვი ამ სურათებთან დაკავშირებით. პირადში გამომიგზავნეს პატრიარქი, ანუ ილია მეორის პატრიარქი არ არის, ეგ ილია მეორეა. ილია მეორის სურათი ბავშვობის და ილია მეორის სურათი მერე სიბერეში. ესე იგი არსებობს თურმე ფრესკა, რომელიც არის ანტიქრისტეს ფრესკა და ძალიან გავს ეს ფრესკა, ეს ბავშვის ფრესკა, ილია მეორის ბავშვობის ფრესკას, ფრესკა არის თუ სურათს რა. და მოიცა ერთი წუთი უფრო კარგად რო გაჩვენოთ, აი დიდად მოიცადე, აი ამის ფრესკა, ცოტა დიდად დაგიფოსტავთ. ნახეთ. აი ეს როგორც ჩანს არის ანტიქრისტეს ფრესკა. საიდან და როგორ მოიტანეს არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მოითხოვა რა დღეს თემამ, რომ ამაზე ვისაუბრო და ეხლა მე გეტყვით, დღეს კიდევ ერთმა მომწერა ხილვა ქონდა პატრია ილია მეორეზე და ილია მეორის შესახებ მინდა ვისაუბრო. ესე იგი, ხილვაში იყო ასეთი რამ, ილია მეორე საუბრობდა და პირიდან დიდი ხვრელი ქონდა და მოკლედ ძალიან სუსტად იყო და სისხლი გადმოსდიოდა და ასე შემდეგ. მე მინდა ერთი რამე გითხრათ, მეგობრებო რა. თუ გაიხსენებთ ბერ გაბრიელის სიტყვებს, 12 წლის ბიჭუნაში შეძრება სატანაო, ესეა, ხო? და აი ის მერე ყველაფერს დაამხობსო და მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ ანტიქრისტეზე ვსაუბრობთ, აქ არ ვსაუბრობთ კონკრეტულ ადამიანზე. აი მაგალითად, თუ კი ილია მეორეში შეძრა სატანა, აქ მინდა გითხრათ, როგორი ვითარება არის ახლა რა, ზეციური იერარქიის მიხედვით არსებობს სატანა, ბნელი და არსებობს ნათელი. არსებობს სატანა, არსებობს ღმერთი და ასე შემდეგ. ბინალურია, ხო? და ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ღმერთის შექმნილია და ღმერთიდან გამოდის. თუ კი დაცემული სული, ანუ მინუს ძალა ადამიანს დაიპყრობს და დაიმორჩილებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის აქ დამნაშავე. აქედან გამომდინარე, მე გეტყვით ერთ რამეს რა. თუ ჩვენ გვინდა ზეციური იერარქიის წესებით და კანონებით ვიმსჯელოთ, ზეციური იერარქიის წესებით და კანონებით ჩვენ უნდა შევძლოთ გაქრისტიანება, ანუ ქრისტედ გადაქცევა. რა გააკეთა ქრისტემ, ხო? ის კონკრეტულად ადამიანებს არ ერჩოდა, მეგობრებო, ქრისტე. ქრისტე კონკრეტულად ერჩოდა აი იმ ბნელ ძალას, რომელიც ადამიანშია შესული. ძალებს ლეგიონი გააგდო, ხო, ერთი ადამიანისგან სატანა გაყარა, მაგალითად სატანა სად გააგდო ადამიანისგან, როდესაც ჩვენ სახარებიდან გვინდა წერილების მოძებნა, ხო? მინდა გითხრათ, რომ სატანა თავისთავიდან გააგდო, მეგობრებო. გაიხსენეთ, როდესაც ქრისტე ერთადერთი არის ქრისტე, რომელიც სატანას მოერია და სხვა ადამიანებიდან მას სახარების წერილების მიხედვით სატანა არ განუგდია. მან განაგდო მხოლოდ თავისგან სატანა. ეხლა ნახეთ რა ხდება და გამოცდაში როგორ ხდება. როდესაც 40 დღე გადის ის უდაბნოში და შიმშილობს, სატანა, ანუ მასში მყოფი ეს დაცემული სული, ხო, ღმერთის ნაწილია ისიც,
რომელიც ცდის ქრისტეს თუ რამდენად გაკრისტალებული არის, ხო? თავისთავად ცდის მას. ცდის ქრისტეს, რომ აბა, ეხლა ეს გამოსცადე, აი ეს პური გადააქციე, ქვა გადააქციე პურად, აბა, ეხლა იქიდან გადახდი, აბა, ეხლა ეს რამდენიმე გამოცდას გაივლის, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ თავისთავიდან აბსოლუტურად აღმოფხრა ქრისტემ სატანა და მიაღწია ქრისტემ კი არ აღმოფხრა სატანა, იესომ აღმოფხრა სატანა. განსხვავებაა იესოსა და ქრისტეს შორის. ქრისტე ხდება იესო, როდესაც ის ჯვარზე ადის. გაიხსენეთ 40 დღე იმარხულებს ქრისტე, იესო და შემდეგ გამოცდას მოუწყობს ეს სატანა. ანუ თავისთავი ესაუბრება, ხო? ისევ სატანა განა სადმე გარეთ არის, სადღაც ქრისტეს გარეთ, იესოს გარეთ. თავისთავი უცდის, უწყობს გამოცდას. თავში არსებული მინუს ძალა. ხო და ერთადერთი მომენტი, სადაც ჩვენ გვაქვს, ვისგან გასდევნის სატანას ქრისტე, იესო ქრისტე, არის ისევ და ისევ თავისი თავი. ამიტომ მიაღწევს ის გაკრისტალებას, გაქრისტიანებას და ამიტომ ავა ის ჯვარზე და შეეწირება ჩვენთვის, რომ ჩვენ მოგცეს ეს ცოდნა. ჩვენამდე გადმოვიდეს ეს ცოდნა. ეხლა ნახეთ რა ხდება. ქრისტე, როდესაც ამაღლების დროს მიიღებს ამ ტიტულს ქრისტე, ხო? მანამდე არის იესო, ჩვენ ვიცით ეს კარგად, ხო? იესო არის ბუნებით ადამიანი, ხო? და ის განიღმრთობა. ბუნებით ღმერთი, ასევე ჩვენც ვართ ღმერთები ბუნებით, იმიტომ რომ თავად იესომ გითხრა, რომ თქვენ განა არიცით, რომ ღმერთები ხართ და ასევე არის როდესაც იესო არის ჯერ კიდევ ადამიანის ვითარებაში, ანუ როგორც ადამი და ღმერთკაცი ერთად, ადამის ბუნებას, ხომ? განწმენს ის ისევ თავისთავიდან განაგდებს სატანას. ანუ მასში აღარ დაიტოვებს არც ერთ ბნელ ძალას. არ გამოსცადო ღმერთი შენი, ხომ? არ გამოსცადო ღმერთი შენი. პურზე არ დაიშვება ჩვენი რწმენა. ამბობს, როდესაც ქვაზე ეუბნება, რომ გადააქციე პურადო. კიდევ ძალაუფლება ამა ქვეყნის არ არის ღვთიური. გესმით? ამ რაღაცებში გამოცდის სატანა და განიფხრება სატანა მისგან, განიდევნება და შევა მერე სხვა ადამიანებში, აი მაგალითად რაბებში და ნუ იმათ ააჯანყებს ქრისტეს წინააღმდეგ. აქ ხედავთ, რომ ერთადერთი საშუალება, რაც იესოს შეეძლო, იყო ის, რომ ამ სატანის განდევნა აი ამ რაბებიდან მხოლოდ და მხოლოდ ისევ თავმდაბლობით და ჯვარცმით გაეკეთებინა. გესმით? რათა ეს ხმა ჩვენამდე მოღწეულიყო. აქედან გამომდინარე, მე თქვენ გეტყვით, რომ ღმერთს ნებისმიერი სულიერი შექმნილია ღმერთის მიერ. აქ არის მინუს დაცემული ძალა, მასში შესული თუ არ არის, აი ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ ჩვენ როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებმა. გავარკვიოთ ის, რომ გასაგებია, რომ აი ილია მეორე დაიპყრო ამ მინუსმა ძალამ, ხო, სატანამ თუ რასაც დავარქმევთ. და ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანი არის ამ მდგომარეობაში, რომ ის სრულიად შეპყრობილია სატანის მიერ, რა, ოღონდ შეფარულში, იმას ვერ დავინახავთ ჩვენ, რომ მას რქები ადევს და რაღაცა. მაგრამ აქ კარგად გვასწავლეს ჩვენ ქრისტე, რომ თუ კი შენ შეძლებ აი ამ რაბინებს, რომელშიც შეძრა მერე სატანა, ამ რაბინის კაიაფაში, ამ რაბინის შეყვარებასაც, მაშინ შენ განფხვრი, განაგდებ შენი თავიდან აბსოლუტურ სიბნელეს. მაშასადამე შენ იესოდან გადადიხარ, უკვე გადაინაცვლებ ქრისტეში. ხო და მეგობრებო, მე გეტყვით ერთს, რომ ღმერთს თავისი ქმნილებები ყველა უყვარს და ყველას გადარჩენა სურს ამ სიბნელიდან. მე გაიხსენეთ მატრიცის შესახებ, რომელიც ვისაუბრე 2 ლაიფის წინ. ანუ ამის წინა ლაიფებში. მატრიცის შესახებ არის ის, რომ შენს წინაშე დგას მაგალითად ილია მეორე, ანუ მგელი ვთქვათ, ხო? და შენ არიცი ამ ადამიანის შესახებ ის არის კარგი, არ არის კარგი, რასაც შენ გადაწყვეტ, ის ადამიანი, ის შენ წინ მდგარი ადამიანის იმად გარდაიქმნება. აქედან გამომდინარე, ღმერთი იმიტომ აძლევს იმის საშუალებას ილია მეორეს, სასყიდელი სარეცელი, რა ქვია მეგობრებო, სასყიდელი სარეცელს.
სასყიდელი სარეცელი არის, როდესაც შენ ადამიანი, რომელმაც იცხოვრე მთელი ცხოვრების მანძილზე და დააგროვე შენი კარმული ნაგავი, აი ამ სასყიდელი სარეცელზე დევხარ და გულის სიღრმეში, აი სადღაც გულის კუნჭულში, რომ შენ მაინც ღმერთიანი ხარ, გესმის? რაღაცა მაინც რწმენა ქონდა შემონახული, რაღაცა ვიღაცების მსხვერპლი გახდი თუ რაღაცის მსხვერპლი გახდი, ეს ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ შენ გულის სიღრმეში მაინც ქონდა ის რწმენა ღმერთი შემონახული, აი ამიტომ გინდობს შენ ღმერთი. ეხლა ნახეთ რა ხდება. მე ძალიან ადრე არა, მოკლე წარსულში განვიხილე ილია მეორის მატრიცა, ხო? ნამდვილი დაბადების მატრიცა 4 დეკემბერს არის. 4 დეკემბერს არის დაბადებული. და დავინახე, რომ მას შეუძლია გახდეს რჩეულის ნაწილი, ანუ რჩეული შეუძლია გახდეს. მაშასადამე თუ კი მე ეს ვიცი, რომ მას შეუძლია რჩეული გახდეს, მაშინ მე მას დავინდობ. ანუ რაში დავინდობ? მთლად არ გავანადგურებ, გესმის? ანუ იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რომ მე რასაც ვიტყვი ის მოხდება. არა, აქ არის ჩემში არსებული ბრძოლა, რაც ხდება, ანუ ვთქვათ, დავიჯერო ელია კარგია თუ არ არის კარგი თუ რა არის, აქ უნდა გავარკვიო ისევ და ისევ წერილების მიხედვით მე რა გამოცდა მიტარდება აქ, გესმის? მე კონკრეტულად მე, იმიტომ რომ ყველა პირს თავისი გამოცდა უტარდება, ყველა ადამიანს თავისი პერსონალური გამოცდა უტარდება. ჩემი პერსონალური გამოცდა არის იმაში, რომ რას გადავწყვეტ? ვაღიარო ილია მეორე სატანის კუთვნილებად თუ ვაღიარო ღმერთის კუთვნილებად. მე გეტყვით, რომ პირდაპირ გეტყვით, მე მასწავლის იესო ქრისტე იმას, რომ მე ადამიანები ყოველთვის ღმერთის კუთვნილებად უნდა ვაღიარო. აქედან გამომდინარე, მისგან განიდევნება სატანა, თუ კი მე ამას ჩემი მატრიცის მიხედვით გარდავქმნი სინათლეში. და სინათლეში გარდაქმნა არის ის, რომ თუ კი ის დაიპყრო სატანამ, ჩემს მატრიცაში მე გავდევნე მისგან სატანა. არ დავუშვი, რომ სატანა მასში იყოს. აქედან გამომდინარე, თუ კი ამ ხილვაში ილია მეორე სისხლები გადმოსდის პირიდან. ეს იმას ნიშნავს და ხრელი აქვს პირში. ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკვე ვეღარ გვაწვდის ჩვენ ამ სიტყვას, სინანულს ვეღარ გვაწვდის. სისხლები გადმოედინება, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი სოდვა და კარმული ნაგავი დაიგროვა, ვთქვათ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პატიების უნარი არ გქონდეს, ხო? ჩვენ როგორც ქრისტიანებს ყველას გვაქვს პატიების უნარი, ყველას. ვისაც პატიების უნარი არ აქვს, ის ჯერ ქრისტეში არ გაერთიანებულა. ანუ იესო ქრისტეში არ გაერთიანებულა. ეხლა ნახე, მე ვამბობ, თუ კი ილია მეორეს არ უშვებენ ჩვენამდე, იმიტომ რომ უნდათ რომ თვითონ დაიპატრონონ სატანებმა და არის ეს ვითარება შექმნილი საპატრიარქოში, ხომ? არაერთმა ადამიანმა დაიწყო საუბარი. თუ კი ილია მეორეს არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ მოინანიოს ჩვენს წინაშე, იმიტომ რომ ჩაკეტილი ყავთ გალიაში. თუ კი არავის უშვებენ მასთან, წმინდანს, რომელიც მიაგზავნა ღმერთმა. თუ კი ეს ადამიანი მაინც სინანულშია და უნდა რომ განიღმრთოს, ხო? ღმერთს შეუერთდეს. მაშინ მე გეტყვით თქვენ, თუ კი ამ ადამიანს აქვს სინანული და ვერ აწვდენს ჩვენამდე ხმას, მაშინ აუცილებლად მოხდება ისე, რომ ღმერთი დაუშვებს სასწაულს. ღმერთი ათქმევინებს ილია მეორეს ბოლო სიტყვას. და აი ეს ბოლო სიტყვა იქნება გადამწყვეტი, ის შეუერთდა ღმერთს, თუ შეუერთდა საბოლოო სატანას და გაქრა მისი სული. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, მე ჯერ კიდევ ამ ადამიანს, ეხლა ვისაც ხედავთ თქვენ ჩემს ლაივზე, აი აქ პინზე, ილია მეორეს ვაძლევ იმის საშუალებას და იმის უფლებას, რომ ის დრო, რაც დაუტოვა ღმერთმა და რა ძალასაც ღმერთი აძლევს, რომ საბოლოო ძალებით, თუ კი სადმე რაღაცა სიკეთე გაუკეთებია მაგ ადამიანს, შეძლებს ამის ძალებით, როგორც ბოლოს ავაზაკი შედის იმაში, ხო? სამოთხეში ქრისტესთან ერთად, აი ამგვარად შევიდეს ილია მეორე სამოთხეში. და მე ამის მომხრე ვარ. ანუ მე მომხრე ვარ იმის, რომ ყველა სატანის მიერ შეპყრობილი სული არის თუ სულიერი განიდევნოს და განიწმინდოს სატანისგან და შეუერთდეს ღმერთს. ეს არის
ზეციური იერარქიის წეს კანონება და თუ ამას აცდები, შენ აუცილებლად შენზე მოიპოვებენ ბოროტი ძალები ხელს, რომ შენ გაგანადგურონ. იმიტომ რომ შენ არ ხარ ზეციურ ძალებთან. თუ კი აქამდე თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ მე ძალიან დიდ ხანს ვამხილე პატრი ილია მეორე. დიდი ხანი ვამხელდი მე ილია მეორეს და ეხლაც ვამხელ თუ საჭიროა, მაგრამ მე გეტყვით, რომ ის მისია, რაც შემასრულებინეს მე ზეციურმა ძალებმა, უკვე შესრულდა და აღსრულდა. მაგრამ არის ეს მომენტი, რომ ეხლა უკვე ელოდებიან მის გადაწყვეტილებას. მისი გადაწყვეტილება და ჩემი გადაწყვეტილება ერთმანეთისგან არ გამოირიცხება. ანუ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, მეგობრებო, რა, რო ვიცოდეთ. ანუ მე შემიძლია მივცე მას ძალა იმაში, რომ გაძლიერდეს და შეძლოს მონანიება. თუ მე ამას არ გავაკეთებ, მე ვარ, ესე იგი, გულღრძო ადამიანი, რომელიც მხოლოდ შურით იმართება. მაგრამ მე მინდა გითხრათ და დაგიმტკიცოთ ის, რომ არასდროს არ ვმართულ ვარ შურისგან. ყოველთვის მალაპარაკებდა მამა ზეციერი და იმას მათქმევინებდა, რაც საჭირო იყო ამ ადამიანის განსაწმენდად. თუნდაც იყოს მასში შესული სატანა. ბილსიტყვაობა იყო ეს თუ რა იყო, ეს ყველაფერი საჭირო იყო. აბა რატომ ეხლა არ ვაგინებ და არ ვწყევლი ილია მეორეს? იმიტომ რომ შესრულდა უკვე ის მისია, რაც უნდა შესრულებულიყო, ახლა უკვე ელოდებიან მის გადაწყვეტილებას. ახლა უკვე იწმინდება ის. ახლა უკვე ის განდევნის სატანას და ფრთხილად იყავით ეს სატანა რომ განიდევნება, არ ვიცით ვისში შევა. ამიტომ ფრთხილად ვიყოთ ყველანი, შევუერთდეთ ზეციურ ძალებს, თუ კი გვინდა რომ დაცული ვიქნეთ ამ სატანისგან. ამინ, ამენით, იესო ქრისტე. და მინდა გითხრათ, რომ თავად ილია მეორეს მისცემს ღმერთი იმის ძალას, რომ ის განწმენდილი შევიდეს და შეუერთდეს ღმერთს. მე ამის მომხრე ვარ და ამის მომხრე ყოველთვის ვიქნები. რაც არ უნდა ცოდვა კონდეს ადამიანს ჩადენილი, რაც არ უნდა სატანით იყოს შეპყრობილი, თავად ეს ადამიანი თუ არის 0.01%-ით ღმერთთან ახლოს, ის სინათლე მასში აუცილებლად გაიღვიძებს, გადიდდება და ღმერთს შეუერთდება და ყველა სული ღმერთის არის, მეგობრებო. იცოდეთ. ყველა სული ეკუთვნის ღმერთს. თქვენ ხომ არ გაქვთ კითხვები? ჩვენ ყველანი ნახეთ როგორ არის, ხელა უკვე მოხდა. ამათი საქმე უკვე დაშლისკენ მიდის. ხელა იმისთვის იყო საჭირო, რომ სისტემა დანგრეულიყო. სისტემა უკვე დაიწყო ნგრევა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს სისტემა იყო, რომელიც ამ ადამიანს ამყოფებდა ამ მინუს ძალაში. თუმცა როგორც კი ხელა მოხდა წმინდანის მიერ, მაშინვე დაიწყო ამ სისტემამ შლა და თქვენ გონიათ, რომ ეს იმ ხელაძვრები არის დაწყებული საპატრიარქოში, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, გული უსკდებათ, მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა, ვინც ღმერთიანია, ის მოინანიებს და ვინც ღმერთიანი არ არის, მას გაიყვანენ, მისი სული გაქრება. ამიტომ მე მომხრე ვარ იმის, რომ ნელ-ნელა მოხდეს ეს პროცესი. თქვენ გონიათ სატანის განდევნა საკუთარი სხეულიდან არის ადვილი? არ არის ადვილი. ამას სჭირდება დრო, გულის, როგორ ქვია მაგას, ვარჯიში, გულის ვარჯიში. ერთობლივად თუ კი გული გადიდდება, გასკდება, გესმის? ამიტომ ნელ-ნელა ვარჯიშობენ ეგენი, ნელ-ნელა ისმენენ იმ სიტყვას, რაც ზეციდან ჩამოდის და ნელ-ნელა განიწმინდებიან ყველანი. ნელ-ნელა მივდივართ ჩვენ, ნაბიჯ, თამაშ. ასე რომ მეგობრებო, მე გეტყვით ერთ რამეს. მე ვარ მომხრე, რომ ილია მეორეს განშორდეს სატანა და ის შეუერთდეს მამა ზეციერს. მე ამის მომხრე ვარ და ამის მომხრე
ყოველთვის ვიქნები. იმიტომ რომ ამას მასწავლის მე იესო ქრისტე. თუ მე ამის მომხრე არ ვიქნები, მე შორს ვარ იესო ქრისტეს სულის კვეთებისგან. მას ასე ჩვენ ვიცით, რომ არანორმალურად სისასტიკე ჩაიდინა ქართველი ერის მიმართ და ჩაადენინა სატანამ ქართველი ერის მიმართ ილიას. არანორმალურად საქმეები აკეთებინა, თუნდაც 58,000 დაძმის ნათლია რო გახდა. არანორმალური გეგმები ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საბოლოო ჯამში იმ ადამიანს ღმერთი აძლევს ძალას, სასყიდელი სარეცელზე ყველაფერი გამოასწოროს. ხო და მეგობრებო, ეს ტვირთი, რომელიც ერის წოდებულმა მამამ, საქართველოს ერის წოდებულმა მამამ ჩვენზე დატოვა ქართველებზე, ამას გამოვასწორებთ წმინდანები. ასე რომ მე გირჩევთ ყველა რჩეულს, შეიგნოთ ის სიტყვები, რასაც ღმერთი გეუბნებათ ქრისტე, რომ თქვენ განა არ იცით, რომ ღმერთები ხართ, თქვენ შეგიძლიათ მთები გადადგათ, თუ კი იოტისოდენ რწმენაა თქვენში. ხო და გაიღვიძოს თქვენში ამ რწმენამ, ქრისტეს მოусმინეთ და დაუდექით ქრისტეს გვერდში. ამ შემთხვევაში თქვენ გახდებით ქრისტეს რჩეულები. და ქრისტეს რჩეული ვინც არის და ვინც გზას არის აცდენილი რჩეულობისგან, მას შეუძლია დაიბრუნოს ქრისტეს რჩეულობა. იუდეს რჯული ქრისტეს გზით ივლის კი იზაზა. ეს არის წინასწარმეტყველებაში, რომ 144,000 იუდეველი გონს მოვა. გესმით? მინდა კიდე ის გითხრათ, რომ 7 დღიანი შიმშილი მეგობრებო, მესამე დღეზე შევწყვიტე. ეხლა რატომ შევწყვიტე გითხრათ. როდესაც მე, ესე იგი, დღეში დაახლოებით ალბათ 8 საათი ვსაუბრობ ადამიანებთან და მიწევს ძალისხმევის მოკრება, ანუ ძალიან დიდი ენერგია მეხარჯება ამაში. პირდაპირ მეუბნება სახარება, რომ შენ თუ შიმშილი გინდა, უნდა გახვიდე უდაბნოში. უდაბნოში შეძლებ შიმშილს. მაგრამ როდესაც შენ ერში ხარ და გიწევს ყოველდღიურად, ესე იგი, დატვირთვა გაქვს და გიწევს ატანა აი ამ არანორმალური კომენტარების, ასევე ადამიანების, რომელსაც ყოველას თავისი კითხვა აქვს, ყოველას თავისი განსაცდელი აქვს, აუცილებლად საჭიროა ყვება. მივხვდი მე ამას, ორგანიზმმა მიკარნახა თვითონ. და 3 დღევის შიმშილე, 3 დღიანი შიმშილობის შედეგად ნახეთ რა მოხდა, ის ჯადო, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო გაკეთებული, მომეხსნა. იმიტომ რომ ამასაც თავისი სიმპტომები აქვს, როგორ როდის ხდება და როგორც კი ეს განგეშორება ეს ჯადო, მაშინვე ეს სიმპტომები იხსნება. ასე რომ ეს სიმპტომები მოიხსნა და უკვე მაქვს უფლება აწი, რომ თუ კი ერის ცხოვრებით ვარ დაკავებული, მე საკვები მივიღო. მე არ ვამბობ იმას, რომ ჩვენ თავი უნდა ვტანჯოთ. თავის ტანჯვა არის ყველაზე დიდი ცოდვა. აქედან გამომდინარე, თუ კი შინაგანი გკარნახობს, რომ ეხლა ეს საჭიროა შენთვის, მაშინ უნდა მოусმინო გულის კურსს. ხო და მე ღმერთმა მიკარნახა ზუსტად ის, რომ 3 დღე უკვე საკმარისი იყო იმისათვის, რომ განწმენდილიყავი ამ ჯადოებისგან და რაც გარედან შემოსული წყევლა კრულვა არის, აგერ ჩემ კომენტარებს თუ ჩაყვებით YouTube-ზე, ნამდვილად ნახავთ თქვენი თვალით, რომ წყევლა და ის უსაზღვროდ მოედინება ჩემსკენ და განვიწმინდე, განვიკურნე აი ამ ჯადოებისგან და წყევლისგან და ეხლა შემიძლია ვიკვებო. იმიტომ რომ მე მჭირდება ძალა თქვენთან საუბრისთვის. აქედან გამომდინარე მეგობრებო, მე ალბათ თუ კითხვები გაქვთ დამიშით, თუ ვინმეს სიძულვილი აქვს გულში ამ ადამიანის მიმართ, ხომ? იცოდეთ, რომ აუცილებლად თქვენიდან არის გასადევნი ეს დაბალი ვიბრაცია. მე გითხარით, მე სიძულვილით ილია არ მიმხელია. მე რო სიძულვილით ილია მემხილა, ეხლა უკვე მკვდარი ვიქნებოდი, იცით თქვენ? რატო ვიქნებოდი მკვდარი? იმიტომ რომ მაგათ მიერ ჩადენილი ჯადოქრობები, რომელიც დამეტაკებოდა სიძულვილს, ეგრევე ნებას აძლევს შენ და დემონებს, რომ ზეციური იერარქებიდან აიღო ნებართვა, რომ შენ გაგიყვანო. შენში თუ სიძულვილია.
თუ სიძულვილია და სიძულვილით ამხელ ადამიანს დარწმუნებული იყავით რომ შენ გაგიყვანენ ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ დღეს როგორც ბოროტი ძალები არიან აქტიურად გამხეცებული, ისე ზეციური ძალები არიან გააქტიურებული და ჩვენ გვიფარავენ. თუ კი ზეციური იერარქიაში ესეთი ის არის, ნახე, წესი და კანონი. თუ კი ადამიანი არის უწმინდური, ანუ მასში რამე სიბოროტი არის, მიდის ბოროტი, ამან ძალიან კარგად იცის, რომ შენზე ნებართვა აქვს აღებული და შეძლებს აღებას. ბოროტს ღმერთის ნებართვის გარეშე არა აქვს უფლება გადაწყვიტოს რამე. მიდის ეს ბოროტი თვითონ, ან აგზავნის თავის მოციქულს, იღებს ღმერთისგან ნებართვას და ღმერთი გამოიძებს შენ საქმეს. ხარ უწმინდური თუ არ ხარ უწმინდური. თუ კი შენში ვერ იპოვა ღმერთმა უწმინდურობა, ბოროტ ძალას არა აქვს უფლება, ვერ იღებს უფლება, ნებართვას ვერ იღებს მამისგან, რომ შენზე ხელი აიღოს, ანუ გაგიყვანოს. ამიტომ მე ყველას გეუბნებით, გამჭვირვალეები შეძლებენ მხოლოდ სატანის განდევნას საქართველოდან. უნდა იყო გამჭვირვალე, შენიდან უნდა იყოს აღმოფხრილი სრულიად სიძულვილი. ხელა არ ნიშნავს იმას, რომ განიკითხავ. ხელა არის სხვა თვისება და ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, რომელსაც გთხოვს ღმერთი რომ გქონდეს. თუ კი უსამართლობას ხედა უნდა ამხილო, მაგრამ სიძულვილით კი არ უნდა ამხილო, სიყვარულით უნდა ამხილო. თუ შენ ადამიანს უწოდებ ცუდ სიტყვას და სიყვარულით უწოდებს ცუდ სიტყვას, ხომ? ეს ხომ შენს გულში ჩაწერილია, იმას აუცილებლად გამოიძიებენ. შენი პირიდან გამოსული სიტყვა სიყვარულით არის თუ სიძულვილით, ამას გამოიძიებენ. თუნდაც იყოს ეს გინება, თუნდაც იყოს ეს უწმინდური სიტყვა. აი, ნახეთ, გაიხსენეთ, ნარიმანი ამბობს ამას, თავის წიგნში უწერია. წმინდანს ყველაფრის თქმის უფლება აქვს. ამიტომ ამბობს ნარიმანი ამას, ყველაფრის თქმის უფლება აქვს, იმიტომ რომ მისი გული განწმენდილია და აქედან უკვე სიყვარულით მხელა მოედინება და არა სიძულვილით მხელა. თუ კი აქამდე ადამიანებს ეგონათ, რომ მე ილიას ვამხელდი სიძულვილით და სხვათა შორის მის მრევლსაც ეგონა და მის მოციქულებსაც ეგონათ, რომ მე სიძულვილით ვამხელდი, ამიტომ იკადრეს და ჯადო გამიკეთეს სასიკვდილო. მაგრამ ეს ჯადო უკან რომ მიუტრიალდათ, უკვე სხვანაირად დაიწყეს ფიქრი. გესმით? თვითონაც ეშინიათ და აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს სატანის მოციქულს ჩემზე ხელი არა აქვს, ეგიციან. ხელს ვერ დამადებენ, ეგიციან მაგათმა. ამიტომ შემიძლია ვისაუბრო ისე, როგორც საუბრობ, იმიტომ რომ მე ვსაუბრობ სიყვარულით. და განსხვავებაა იმაში, მე ვაგინებ ადამიანს სიყვარულით თუ სიძულვილით. ამიტომ ნუ განიკითხავთ იმის მიხედვით, რომ ამის პირიდან სიუწმაწორი სიტყვები გამოდის და ეს ბოროტის მოციქულიაო. არა, მეგობრებო, არა, განსხვავება ისწავლეთ. განსხვავება არის გულის კუნჭულში. გულის კუნჭულიდან რომელი ენერგია მოედინება. და თქვენ თუ ამის დანახვა არ შეგიძლიათ, აუცილებლად უნდა ისწავლოთ ამის დანახვა. აუცილებლად მოგეთხოვებათ, იმიტომ რომ ქრისტემ მოგთხოვთ ამას. გაიხსენეთ, რას გეუბნებათ, ბოლო ჟამს ყველა დაიხმებს თავის თავზე, რომ ქრისტიანია, მაგრამ ქრისტიანი ის ადამიანია, ვინც ჩემი საქციელებით იცხოვრებს, მე როგორც ვიცხოვრეო ისე. აბა გავხედოთ საპატრიარქოში, რომელიც ცხოვრობს ქრისტეს საქციელებით, რომელია ესეთი თავმდაბალი, რომ ვირზე შემოჯდება, რომელია ესეთი თავმდაბალი, რომ კარდაკარ ივლის და ადამიანებს დაეხმარება, რომელია ესეთი თავმდაბალი, რომ რასაც გასცემ შენია და რასაც საჩუქრად მიიღებ, თუნდაც იმ 75,000 ევროიან თუ დოლარიან ხეს და გაყიდი და შემდეგ მოახმარ გაჭირებულებს. ხომ? გაიხსენეთ ყველაფერი. ვინც ცხოვრობს ქრისტიანულად, ის არის ქრისტიანი. და ვინც არ ცხოვრობს ქრისტიანულად და ამბობს ქრისტიანი ვარო, ის არის ანტიქრისტე. მოციქული. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავიგოთ, როგორ უნდა ვიხილოთ. თვალი გავიხსნათ, როგორ უნდა ვხედავდეთ. სიყვარულით ლაპარაკობს ადამიანი თუ სიძულვილით ლაპარაკობს ადამიანი. თუ კი ადამიანი სიყვარულით ლაპარაკობს, ის ხელში ხმალს არ აიღებს. არც თოფს აიღებს, არც ჯოხს აიღებს და თავში არ ჩაარტყავს ადამიანს.
თუ კი ადამიანი ლაპარაკობს სიძულვილით და ამხელს. და თუ კი ადამიანი სიძულვილით ლაპარაკობს და ამხელს, ის თოფსაც აიღებს, ხანჯალსაც აიღებს, ბომბსაც აიღებს, ჯოხსაც აიღებს და ყველაფერს ეცდება, რომ ეს ადამიანი გაწყეპლოს და მოკლას. მე ვამბობ და ყოველთვის ვამბობდი, რომ მე არ დავესხმები თავს არავის. აი, გაიხსენეთ სამაიასთან ჩართვა, ჩემი და სამაიას ჩართვა, რომ მომიწოდებ და იქ ამერიკიდან რომ ეხლა ჩამოვალმეო, შევკრიბოთ ხალხიო, მივიდეთ საპატრიარქოსთან და ამოვქოლოთო ისო. მოკლედ ერთი სიტყვით, მე ამას არ დავეთანხმე, ვინც მოესწრო ამ ლაივს, იცის და ვინც არ მოესწრო, აგერ მე გეუბნებით, რომ მე ამას არ დავეთანხმე, რაშიც მე სამაია ვამხილე, რომ ეს არ არის ქრისტიანული სვლა. ეს არის ბოროტების გზა. რასაც შენ მაწვდი ახლა მე და საბოლოო ჯამში გაირკვა რომ სამაია ქრისტეს ვერ ცნობდა იმ ჟამს როცა ჩვენ საუბრობდით იმიტომ რომ როგორც კი ქრისტე ვახსენე დაემართა ალერგია რაღაცა წივილ-კივილი დაიწყო და მოსმენაც კი ვერ შეძლო ჩემი მოსმენა მე ამ ადამიანს ვაცადე საუბარი იმიტომ რომ მისგან გამოედინებოდა დიდი ძალი ლეგიონი ამიტომ მე ამას ვაცადე რომ გამოსულიყო ლეგიონი მისი პირიდან გამოვიდა ლეგიონი მისი პირიდან და აგერ ბოლო რაღაც ვიდეოებში ქრისტეზეც დაიწყო საუბარი. ასე რომ ჩემო კარგებო ჩვენ ახლა ამაზე რომ ვისაუბრეთ ძალიან დიდი ენერგია მივეცით ილია მეორეს. ოღონდ პოზიტიური. პოზიტიური ამას მოითხოვს სულიწმინდა. იმიტომ რომ მას სურს რომ ეს ადამიანი თავისთან მიიღოს. სურს და ამაში ჩვენ ცხელი უნდა შევუწყოთ. ასე რომ ღმერთმა ქნას ის რომ ილია მეორეს მიეცეს იმის საშუალება რომ თავისი ხმა მოაწვდინოს ჩვენამდე სასწაულებრივი ძალებით, არ ვიცი როგორ და მოაწვდენს ის აუცილებლად ჩვენამდე ხმას. და ეს ხმა იქნება საქართველოს ხსნის ხმა. მოაწვდენს ის ხმას ჩვენამდე. ეს იქნება ავაზაკის ბოლო წუთში სასუფეველში შესვლა. და ამას ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. კითხვები არ გაქვთ როგორც ჩანს, ხო? კარგით, მაშინ დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო, ყავას მივირთმევ. ხო და როცა საჭირო გახდება, კიდე დავიწყებ შიმშილს. მე ამას გრძნობ ხოლმე, როდის არის საჭირო შიმშილის დაწყება. და ხო გაგიცხადებთ ხოლმე. თუ ან არც გავაცხადებ ხა, არ არის საჭირო ხა ყოველ ჯერზე გაგიცხადოთ, როდის ვიწყებ შიმშილს და როდის არა. არ არის მნიშვნელოვანი. თქვენთვის უნდა მიხვდეთ, როდის უნდა დაიწყოთ. თუ დაგიწყოთ, ქალბატონებს ვეუბნები ახლა. თუ დაგეწყოთ ქვედა ტანის პრობლემები, მაგალითად ტკივილი, წელის ტკივილი, თირკმელების ტკივილი, აუცილებლად მიმართეთ შიმშილს. 3 დღის შიმშილად განგეშორებათ ყველანაირი ბოროტი. მამაკაცებს თუ დაგიწყოთ თირკმელების ტკივილი, თუ დაგეწყოთ თირკმელების ტკივილი და ყურების ტკივილი, აუცილებლად მიმართეთ 3 დღეს შიმშილს. ბოროტი განგეშორებათ 3 დღეში. ეს არის ჩემი დარიგება თქვენდამი. ეს არის ჯადოები, რომელიც საქართველოს ქართველ მოსახლეობაზე ინტენსიურად ხორციელდება და მე ამას ვიძახი სრული პასუხისმგებლობით და გეუბნებით რომ ეს ხორციელდება, რომ ქართველი აღარ აწყობთ ამ მიწაზე და სურთ, რომ სხვა ერებმა დაიბრუნონ ეს ვენახი, მაგრამ მე გეტყვით ერთ რამეს რა, არც ერთი ჯადო არ მოგეკარებათ თუ თქვენ ქრისტეს სახელით იშიმშილებთ. ოღონდ ამას უნდა გქონდეს ქრისტეს სახელის შიმშილი და არა რაღაცა სხვა ჯადოს განდევნის შიმშილი კი არა, ქრისტეს სახელით შიმშილი უნდა შეძლოთ. თუ კი თქვენ შეძლებთ თავისთავად ყველა რაც კი წყევლაა და რაც კი ბუღმაა თქვენზე გადმონთხეული, განგეშორებათ. გესმით? აბა ახლა გაკოცეთ ყველას, გემშვიდობებით, ვუსურებ ილია მეორეს რომ შესულიყოს და მიეღოს ღმერთს მისი სინანულის ფასად, ხო? სინანულის ფასად, მისი ბოლო სიტყვის გამოთქმის ფასად მიეღოს ღმერთს მისი სული, იმიტომ რომ მე ყველა ადამიანის თანამდგომი ვარ, ვინც მოისურვებს სასუფეველში შესვლას 0.01%-იც კი. ამიტომ ახლა მე თქვენ დაგემშვიდობებით, გეტყვით ამინ, ამენით.
ტერეზა მეუბნება, რომ არა თამარ განაცხადე ხოლმე, როდის იწყებ შიმშილს. კარგი, მე თქვენ თუ გეხმარებათ, მე განაცხადებ ხოლმე, როდის ვიწყებ შიმშილს. თუ დაგეხმარებათ თქვენ. ასე რომ გემშვიდობებით ახლა გაკოცეთ, გისურვებთ ბედნიერ დღეს. შეიძლება დღეს კიდე ჩავერთო ლაივში, ოღონდ უკვე სხვებს დავამატებ, სხვა თემით შემოვალ და ვნახოთ როგორ იქნება. შეიძლება არა, შეიძლება კი. ღმერთი როგორც ისურვებს. აბა გაკოცეთ.